დროს ყველას მოეძინოს 1-2 საათი ამისთვის უნდა მქონდეს. კიდევ უფრო ნაკლებად ვაქტიურობ და ნაკლებად გამომახსის ყველაფერი, რაც რეალურად ხდება. ხელმა უნდა გამიცადოს, ხელმა უნდა დაიჯეროს, ხელმა უნდა ფასკი, შეგავს სკროლოდ, მუსიკა ჩავხოთ, სტაფინგს უყუროთ, ჩიპ-დოპამინები ძალიან აქტიურია. როგორ არ ვარ ეთერზოდებში. არ არის აუცილებელი ცხენი და მაინც იმ დროს ცხენის სიმბოლოს ჟუთები იყოს. მოქმედების წერია რა. სულ რო მოძრაობაში უნდა სიმარტივიდან და გამოვიყვანოთ რაღაცა დღესასწაული. დაფნაზე წერე ჩემს სახელთაგვარს, შეიძლება სიტყვა დავწერო, ვყირი ჩემს ფავორიტ მინერალებს, ვაწვეთოთ ეთერზე, საბჭოა კიდევ რაღაცა ჩავაგდო. გამარჯობა. ეს არის პოდკასტი ურთიერთობებზე. მე კი ლიკა მირაბიშვილი ვარ. ჩვენი პოდკასტის სხვადასხვა ეპიზოდში ვისაუბრებთ ურთიერთობის სხვადასხვა ტიპზე. მაგალითად, როგორც არის რომანტული ურთიერთობა, სამსახურეობრივი ურთიერთობა მეგობრებთან, ასევე ვისაუბრებთ მშობლების და შვილების ურთიერთობებზე. და ვეცდებით, რომ ყველა ტიპის ურთიერთობაზე მოვიცვათ ჩვენი პოდკასტის განმავლობაში. ვისაუბრებთ იმ თემებზე, რაც ურთიერთობას თან ახლავს. ეს არის სიყვარული, სიხარული, ტკივილი, ემოცია, კომუნიკაცია, მისკომუნიკაცია. და ვეცდებით, რომ ყველა ის თემა დავფაროთ, რაც ურთიერთობას ეხება. ჩვენი პირველი თემა, რაც ვფიქრობ, რომ შეიძლება გამიკეთებინა პოდკასტისთვის, ურთიერთობებზე იყო ურთიერთობის საკუთარ თავთან. ვფიქრობ, რომ არ არსებობს არანაირი ურთიერთობა, ვფიქრობ, რომ ვერ გამოვა ვერანაირი ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობის გარეშე. საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნის გარეშე. ვფიქრობდი და პრესტაჟ ბევრი არ მიფიქრეს იმაზე რომ გითხრათ ვინ შეიძლება რომ ყოფილიყო პირველი სტუმარი ამ თემაზე სასაუბროთ. ეს არის ანი ანთაძე, ბლოგერი მაილუნა სტორის და ძალიან დიდი მადლობა ანი რომ ხარ ჩვენი სტუმარი პოდკასტის პირველი ეპიზოდის პირველი სტუმარი და ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ჩემი ფეხი და გისურვებ წარმატებას შენს ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან პოდკასტში, რომელიც ვფიქრობ, რომ ბევრს გამოადგება და ბევრისთვის ძალიან ინსპირაციული იქნება. მადლობა ძალიან დიდი. სანამ ვქენთავა ურთიერთობებზე, საკუთარ თავთან ურთიერთობებზე, მინდა ერთი რაღაც მოგიყვე. როდესაც მოგწე, რომ თუ იქნებოდი ჩემი პირველი სტუმარი, შენ რაც მიპასუხე და მე მითხარი, რომ კი, რა თქმა უნდა, ვიქნები. მე რაღაც პერიოდ რო გავიდა, ვგრძნობდი ძალიან დიდ ენერგიას. არ ვიცი რატომ. და მე დავფიქრდი, რომ აი რა მომწერა იგეთი, რომ მე ესე ენერგიით ავირსა რაღაც, აი მართლა დიდ ენერგიას დამგრძნობდი და თითქოს мотиваციასაც. და რა დავხედე, ნახე რომ უბრალოდ რაღაც წარმატებები მისურვა და ემოციები იყო. და ვფიქრე, ან რატომ? თუ გამოუშვი შენ ჩემთან ამ ენერგია, შენ დაუნებარ და მე მივიღე. და მივიღე ძალიან სასიამოვნო და მადლობა მინდა ამისთვის გადაგიხადო. სხვა შორის მე უნდა მიახალმე რა რაღაც შენთან საუბრის, აი თუნდაც რაღაც წამიანი საუბრის და გადაკვეთის მერე რაღაცა თემები იხსნება, მოდის რაღაცა ენერგია, რაღაცა ცვლილებები ხდება და ძალიან იხარია, ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდება. სიმართლე გითხრა, მართლა წარმატებები ძალიან გულით გისურვენ, თუმცა ალბათ არ ვიცი, რაღაცა ჩემი ენერგიას გამოყვა. მეც მივიღე და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. არის თუ არა ეს შენი ენერგიების ხასოთლები იმის როგორ თქვა, ის ფაქტორი თუ განაპირობებს, რომ შენ თავთან ხარ ჰარმონიაში და შენ თავთან ხარ კარგ ურთიერთობაში. თუ არის რამე კავშირში? ალბათ კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი კავშირი აქვს ზოგადად ადამიანის შინაგანად რა მდგომარეობაშიც არის და რა ენერგეტიკულ სიხშირეზე არის იმ მომენტში განსაკუთრებით. ეს ყველაფერი მერე გარეთ ვრცელდება და შესაბამისად ამ ენერგიას თვითონ ასხევს. რა მკითხა, რომ ყოველთვის 24 შვიდზე საკუთარ თავთან ძალიან ჰარმონიაში ვარ და მაგაზეც მინდა და საუბარი. სულ იდილიაში ვარ თქვა, მაგათხოვებ, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები და ზოგადად სამყარო ბუნება იმდენად ციკლურები ვართ და იმდენად ეს მოძრავი არის ეს პროცესი, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია და შეუძლებელია, რომ 24 შვიდზე საკუთარ თავთან იყო ჰარმონიაში. და რას ნიშნავს საკუთარ თავთან ჰარმონიაში? ან შენი განმსახურება? ჩემთვის საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა ნიშნავს, რომ როდესაც შენი სხეული, შენი გონება, შენი სული, შენი შინაგანი მდგომარეობა ერთმანეთთან არის სულ სინქრონიზაციაში. თუმცა ჰარმონიაში, აი ესეც არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად იმ მომენტში ბედნიერი ხარ, შეიძლება არასასიამოვნო ემოცია მდგომარეობა იყოს ამ იმ მომენტში კონკრეტულად ადამიანის ცხოვრებაში და ჩემს ცხოვრებაში, თუმცა
როდესაც აი სხეული გონება და ეს სული ერთიანად აი ერთ ტალღაზე არის, ამ დროს მარტივად შესაძლებელია, რომ თუნდაც რაღაცა შეცვალო, რაღაცა გამოასწორო, რაღაცა ამოუშვა, რაღაცა გაათავისუფლო, რაღაცა მიიღო და ასე შემდეგ. ამიტომ ხო აი საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა ჩემთვის ეს არის, რომ ეს თლიანობა არის, ამ თლიანობის განცდა და შეგრძნება მაქვს მე. და ეს როგორ ურთიერთობ საკუთარ თავთან? მე ვუყურებ შენს ბლოგებს, Instagram-ზე ხშირად ხომ ვიდეოს უზიარებ შენს followerებს, როგორ შეიძლება საკუთარი თავი იპოვონ ჰარმონია, მათ შორის ასკეზა და ბევრი რაღაცა, ძალიან ბევრი რაღაცა წლების წინ შენგან ვისწავლე, როგორ შეიძლება გავაკეთებინა. შენ რეალურად არის სახლში ან არ ვიცი შეიძლება ბუნებაში, როგორ ურთიერთობ ხოლმე საკუთარ თავთან? ხო, ხალხში ძალიან კარგი კითხვა და აი ეს რაც ჩანს იდეაში სოციალურ ქსელში ჩემგან, ამ ბოლო დროს და რაც კიდევ უფრო უახლოვდები საკუთარ თავს და კიდევ უფრო ახლოს ვარ ჩემ სახლში, ჩემ თავთან, კიდევ უფრო ნაკლებად ვაქტიურობ და ნაკლებად გამომაქვს ის ყველაფერი, რაც რეალურად ხდება, იმიტომ რომ იმდენად განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩემთვის ეს იმდენად ინტიმური პროცესი გახდა, იმდენად ესეთი ამასთან მისტიური პროცესი გახდა, რომ ცოტა მინდა ხოლმე რომ ჩემთვის დავიტოვო და ესე გარეთ აღარ ვაფრიალო ეს ყველაფერი, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ეს გარკვეული პასუხისმგებლობა მაქვს აღებული საკუთარ თავთან, ადამიანებთან, ვისთანაც მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, ვინც ჩემს ვორქშოპებს ესწრება, ყოველდღიურ კონსულტაციებს ამოდიან, მაინც მგონია რომ ერთგვარი მოტივაცია არის, რომ აი რაღაცა რასაც მე ვაკეთებ, ის შეიძლება ვიღაცისთვის მანკურნებელი იყოს, ან მოტივაცია იყოს და ასე შემდეგ. თუმცა იმისი ალბათ 90% რეალურად არ ჩანს, რაც რეალურად ჩემ ცხოვრებაში ხდება და ყოველდღურად როგორც ურთიერთობ საკუთარ თავთან. აი შეგიძლია თუნდაც 5 წუთი შინაარს არ გულისხმობ პროცესი რომ აი ვიღაცა შეიძლება დილას ყავით ხელში, ან აი იმაზე გადის და მზეს ხდება და მაშინ საუბრობ საკუთარ თავთან. შენ როდის საუბრობ? ჩემი დილის რიტუალი ადრე იწყება, ამ დროს ყველას უნდა ეძინოს 1-2 საათი ამისთვის უნდა მქონდეს, რომ აი მარტო ჩემთვის ვიყო, განმარტოებული ვიყო და ჩემთვის უფრო მეტად დილა არის ვიდრე საღამო, იმიტომ რომ საღამოს იმდენად პროდუქტიული არ ვარ და იმდენ რაღაცას ვერ ვაკეთებ, ესე დილის ადამიანი ვარ. ჩემი დილა იწყება პირველ რიგში გაცნობიერებით, რომ აი ახალი დღე დაიწყო და პირველი რასაც უსვამს საკუთარ თავს, აი ახლა როგორ ვარ, ახლა როგორ ვქნებ თავს და რა შემიძლია დღის მანძილზე ისეთი გავაკეთო საკუთარი თავისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიყო დაახლოებული საკუთარ თავთან, უფრო მეტი სიმშვიდე იყოს და ცოტა ეს ემოციური მიჯაჭვულობას და ემოციურ დამოკიდებულებას რასაც ვეძახით, უფრო მეტი სიამოვნების ელემენტები იყოს ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩემთვის ეს სიამოვნება, შემოქმედებითობა ძალიან ერთმანეთთან ემის და როდესაც მე სიამოვნებაში ვარ, სიამოვნების მდგომარეობაში და შემოქმედებით მდგომარეობაში ვარ, მაშინ უფრო რესურსული ვარ გარეთ საკომუნიკაციოდ ადამიანებისთვის და ამიტომ ეს ემოციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ესეც არის ხოლმე, რომ თუ მაგალითად იმ დღეს სხეული არ მომყვება, რაღაცა დაბალ, ესე რომ ვთქვათ, ენერგიაზე ვარ, ესეც დაშვების დონეზე მაქვს, რომ ძალიან ოკეი არის და დროს საკუთარ თავს ვაძლევ დროს ივცეს, რომ ეს ყველაფერი თავისით აკუმულირდეს. შეიძლება რაღაც ბევრი საქმე მქონდეს იმ დღეს გასაკეთებელი, მაგრამ თუ გრძნობ რომ შინაგანად ის იმპულსია, რომ არ მომყვება, იმის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს, რომ რაღაცები, არ ვიცი, ამოვაგდო და უფრო მეტი დრო დავუთმო, უბრალოდ ყოფნაში საკუთარ თავს. აი, საერთოდ ასაკოს იცი რა არის? მე ჩემს თავზე ვიტყვი ის. იმდენად ბევრს მუშაობ ზოგადად საკუთარ თავზე, სანამ რაღაცებს გავიტან საზოგადოებაში, რაღაც ვორქშოპს გავაკეთებ ასე შემდეგ, მაგრამ და ყველაფერი საკუთარ თავზე ვწდი ხოლმე და ეს ყველაფერი უფრო პრაქტიკაში გამოიხატება. მე უფრო პრაქტიკის ადამიანი ვარ, ვიდრე თეორიის ვიცოდინის, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ამას ნიშნავს და ამიტომ ჯერ ხელმა უნდა გამოცადოს, ხელმა უნდა დაიჯეროს, ხელმა უნდა თქვას კი და შემდეგ აღწევს გონებამდე და მერე ერთმანეთს დახვდებიან ხოლმე. პირიქით არ ხდება ჩემ შემთხვევაში.
დილა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის გამოფხიზლებით იწყებოდეს, იმიტომ რომ რაც უნდა, არ ვიცი, ყოველდღიურ მედიტაციაში ვიყო, სხვა პრაქტიკებში ვიყო, დღის მანძილზე იმდენი თუნდაც არასასურველი ემოცია, მდგომარეობა, ინფორმაცია, ფიქრი გროვდება, რომ ეს ყველაფერი სხეულიდან არის ამოსასვლელი. ადრე მაგალითად რაღაცა წლების წინ უფრო ესეთი რუტინა და რიტუალი მქონდა ხოლმე, რომ დილაობით რომ ვდგებოდი, მომენტალურად ლოტოსის პოზაში ვჯდებოდი და მედიტირებდი სხვა ტექნიკით. ეხლა ეს უკან მაქვს გადადებული და შეიძლება ეს ყველაფერი ძილის წინ უფრო ის სიმშვიდე რომ მოიწანოს გავაკეთა. დილას რო ვდგები, მომენტალურად ვიწყებ სხეულის გამოფხიზლებას. ეს შეიძლება იყოს ესეთი სუბუქი ან ჩემ შემთხვევაში უფრო ძლიერი მიყვარს და ძლიერი სხეულის თაფინგით, კონკრეტულად სხეულის მერიდიანებში, უფრო ძლავრი, ესე რომ ვთქვათ, დარტყმის წერტილები მაქვს სხვა ინსტრუმენტებსაც ვიყენებ, რომელიც მეხმარება, რომ სხეულში რაც კი ეს რაღაცნაირი სტრესია და ეს ყველაფერი ნეირონულად, ესე რომ ვთქვათ, ბლოკების სახით არის ჩამჯდარი, რომ ეს ყველაფერი ამოვიტანო, გავათავისუფლო, მიჩვეულები არიან უკვე რომ შეიძლება რაღაც ხმები გამოვცე, ცოტა ხმა ვაღავიყვირო, რაღაცა სხვადასხვა ბგერები იყოს, რაც ხტომის ელემენტები მაქვს, ანუ ის ხელს თავიდან ბოლომდე ვცდილობ, რომ გამოვაფხიზლო და შემდეგ ვიწყებ ყველაფერს. ეს არის ჩემი უპირველესი დილის რიტუალი, რომელიც მაგრძნობინებს, რომ მე ცოცხალი ვარ რა. შეიძლება იმ მომენტში ბრაზიც გამოყვეს, რაღაცა ტკივილის ელემენტებიც გამოყვეს, რაღაცა გაცნობიერება მოიტანოს და რეალურად ვიწყებ ჩემს სხეულის გამოფხიზლებას, ესე რომ ვთქვა. ძალიან საინტერესოა და მადლობა. და მე გადავდივარ კიდე სხვა მრავალ რუტინაზე, რომელიც უკვე როგორც არ ვიცი, დილას აღამას კბილებს იხეხავ ჩვეულებრივად და ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდება და არ აძალებს საკუთარ თავს და ჩვევაში არის. ესეთი ჩვევის პროცესები ძალიან ბევრი მაქვს. მე საკუთარ თავთან საუბრობ ხოლმე, როცა ანცურავ. ან პლაჟზე. ან რაღაც საუნაში სიცხეს როცა ვქნა იმიტაცია მაქვს ის რომ ზეზავარ და კიდევ აღმოაჩინე, რომ ჩემს აგარაკზე სადაც ერთი მუხა დგას, რომელიც არის 100 წლოვანი, ესე ჩანს და დილას რომ გამოვდივარ და მოგნებას ხედა, კი, აი ველაპარაკება და ბევრი ჩემი ცუდი ენერგია რაც რაღაც პერიოდი მქონდა ველაპარაკებად და გავატანე და ხა თითქოს აი როგორ ვთქვა, ძველი მეგობარივით არის, რომელმაც ჩემი ის კევილი იცის. და ჩვენც არის ჩემგვერდზე. და თუ დამჭირდა იქ რო დგას აი დიდი არა ჩემთვის და აი ყავას და დილის სამრუტინაში მაგდროსაც ალბათ რაღაცა და წერის პროცესში კიდე საკუთარ თავს ველაპარაკები წერის პროცესში ესეც ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალია და არც პერიოდი ვიღარ წერდი და როცა ავიღე კალონჯა დავიწყე ისევ ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო რაღაც მომენტში ახსენე რაღაც ბატონო საუბრობდი რომ არ ვაძლევ საქმის გაკეთებას ჩემთვის დაახლოებით რაღაცებზე მე ძალიან pushing-ის ადამიანი ვარ საკუთარ თავს მთელი ცხოვრება სულ რაღაცებს ვარნები რომ ეს უნდა გააკეთო უნდა წახვიდე კიდე აგინო გააკეთო საღამოს უნდა გახვიდე იმიტომ რომ ესე აქტიური უნდა იყო ეხლა რაღაცებზე დავიწყე რომ მეც არ მინდა და მოდი არ გავაკეთებ დღეს სად არის ბალანსი და შენ თუ იპოვე ეს ბალანსი როცა საკუთარ თავს ხარს უჭერ, თუნდაც ვერ გააკეთე ან არ გააკეთე გამიზნულად და სად არის რომ საკუთარ თავს ცოტა ფიქრს აძლევ რომ უნდა გააკეთო რაღაც. აი ეს ბალანსი სად უნდა იპოვო? ხო, მე ძალიან pushing-ის ტიპი ვარ, ძალიან ექსტრემალი და ძალიან pushing-ის ტიპი ვარ, აი მიზანზე ორიენტირებული და ზუსტად ამ პროცესში ეგ გაცნობიერება მოვიდა. აღანდი რა თქმა უნდა მავიწყდება ხოლმე და მე რაღაცა მომენტში ისევ ვაბრუნებ საკუთარ თავს, რომ რაღაცის გაკეთება, როდესაც მინდა, უფრო მიზანზე ვარ ხოლმე იმ რაღაცაზე ორიენტირებული და აი პროცესი როგორ მიდის, რამდენად წვალებით, საკუთარი თავის ცოტა დაძალებით და სხვა რაღაცებით, რომელიც რეალურად ვნებ საკუთარ თავს და პირიქით დენადობაში მიდის ადამიანი. მე იქ მიზანთან რომ მივსულ ვარ,
მიმხვდარ რომ საერთოდ არანაირი ის აღმაფრენა და სიამოვნება და ბედნიერება არ მოუტანია და ამ პროცესში ეს შუალედი რაც იყო მიზანთან მისვლის ეს ყველაფერი ესე ფუჭად წასულა. მე მაქვს აი ეს მიზანს უკვე რო ხედავ რომ აღწევ აი ეგ მომენტი კარგია და აი პროცესი ძალიან მომწონს. მიზანს რო აღწევ მე თვითონ უბრალოდ მაგაც ხადა აი მაგიტო არის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ ყოველი დღე იყოს თუნდაც აი მარტივი უბრალო და აი ამ უბრალოებაში ვიპოვო სიამოვნება და ყველაზე მეტად აი ამ დაძალება უნდა გაკეთება არ გაკეთებაში და ამ ბალანსის დაჭერაში მეხმარება საკუთარი ან საკუთარ ხელს უსმენ ან აი საკუთარ ხელს შინაგანი ცენტრი შინაგან ცენტრთან რო ვკავშირდები ხოლმე თუნდაც აი 5 წუთიანი სუნთქვით ეს ენერგიაში მიჩატრიალებით რეალურად იქიდან ამ იმპულსებით ამოვაქვს პასუხი რომ ეს ახლა ცოტა პროკრასტინაცია არის ცოტა კომფორტის ზონა არის თუ რეალურად არ მინდა რაღაცის გაკეთება და ძალით ვაძალებ რომ უნდა გასაკეთებელია აი ეს პასუხები მაგ დროს მოდის ხოლმე იმიტომ რომ როგორც კი რაღაცას ვაძალებ აი მე თვითონაც რეალურად დაკვირვებული ვარ და ვიცნობ ჩემს ძალიან კარგად რა როდესაც აი უნდა შევა და რაღაცას ვაძალებ მომენტალურად პროტესტი ჩნდება აი სხეული მაერორებს ესე რომ ვთქვათ რა ან რაღაცა არ ვიცი ფიზიკურ დონეზე ხდება ან რაღაცა ისეთი რაღაცები იცვლება იშლება რომელიც კიდევ ერთი შემახსენებელი ან არის სიმბოლოები მოდის რომ აი აქ უნდა გაჩერდე და ასე შემდეგ ამიტომ აი სულ უსმენ ჩემს ხელს რომ ეხლა თუნდაც აი სულ კითხვის დასმის იმაში ვარ რომ ეხლა ეს ჩემი თავდაცვის მექანიზმია რა პატერნი მუშაობს თუ უბრალოდ მართლა არ მინდა ამის გაკეთება და რამდენადაც დავიწყე სწავლა რომ საკუთარ თავს მივცე უფლება რომ თუნდაც საღამოს არ გავიდე არ მინდა და მარტო ჩემ თავთან უფრო ძალიან კარგად ვარ როგორც ეგ განსაკუთრებით ბავშვობაში ჩემ თავთან რომ არაჩვეულებრივ დროს ვატარებდი საათობით თუნდაც საუბრით და ეს დასწული ადამიანებისთვის ცოტა ის იყო გაუგებარი ხო ეხლა ვაძლევ ამის უფლება საკუთარ თავს და აი რამდენადაც საკუთარ თავს რაღაცების უფლებას ვაძლევ მე უკვე აი ეს კითხვის დასმის ფორმაც აღარ არის ისე ხშირად საჭირო აი თავისით წყდება ეგ ყველაფერი რა რეალურად საკუთარი თავის გაცნობა ახსენე ეხლა კარგად ვიცნობ საკუთარ თავს როდის გაიცანი საკუთარი თავი და როგორ გაიცანი და თუ შეგიძლია რომ მე თქვის მასან პოდკასტს ინსულსმეს მისცა რამდენიმე რჩევა რა როგორ შეიძლება საკუთარი თავი გაიცნო საკუთარი თავი რეალურად გავიცანი ყველაზე ესეთი ბანალ პრაქტიკაში shadow work-ებში რეალურად სადაც შენ სახამზიან ხალისიან ნაწილს რეალურად ხო იცნობ და ნუ ყველა იცნობს შენც იცნობ და მიღებული ყავს რა და რეალურად მეორე პოლარობაში რო გადადიხარ და შენ ჩრდილოვან ნაწილებთან რო გაქვს შეხვედრა და აღმოაჩენ ბევრ ისეთ დაფარულ ან არ მიღებულ არ გაგებულ ან სადღაც ჩაფრესილ ნაწილებს როდესაც წევზე და პირზე და ერთგვარ არ ვიცი დაკავშირებას ინტეგრაციას როდესაც აკეთებ მიმღებლობა როდესაც გიჩნდება საკუთარი ესეთი ვერსიის რეალურად შიშველს რო ხედავ საკუთარ თავს ბუნებრივ ისეთ როგორიც ხარ შემდეგ უკვე ხო ძალიან შინაური ხდება შენი დემონებიც შენი კეთილი ვერსია შენი ყველანაირი ვერსია და შეგიძლია მოგცა როგორ გავიცან საკუთარი თავი თუ არის ეგეც თუ არსა ხშირად დარჩით საკუთარ თავთან მარტო იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ რისიც გვეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და ამითი ყველანაირ მექანიზმს მიმართავთ შეიძლება ვსკროლოთ არ ვიცი რაღაცა მუსიკა ჩავრთოთ და იმაზე გადავიტანოთ აი რაღაც ფილმს ვუყუროთ ეს ჩიპ დოპამინები ძალიან ისეთი არის აქტიური არის ჩვენ ცხოვრებაში რომ აი ოღონდ აი რაღაცა როდესაც განსაკუთრებით ხდება რასაც არ გინდა რომ თვალი გაუსწოროთ იმ დროს განსაკუთრებით კიდევ უფრო ვმალავთ იმ ჩვენს ჭეშმარიტ
ბუნებრივ ვერსიას და ანუ ეცადეთ აი 5-10 წუთი უბრალოდ განმარტავდეთ საკუთარ თავთან. ოღონდ ესეც ანუ ეს რაღაცა ის მედიტაცია არ არის სადღაც რო გაგიყვანს, რომ უბრალოდ იყო შენი იმ მდგომარეობის და აი აწმყოში აქ ყოფნის უბრალოდ დამკვირვებელი. მე მაქვს ხოლმე ეგეთი პრაქტიკა, რომ გარდა იმისა, რომ შიგნიდან ვაკვირდები საკუთარი თავის დამკვირვებელი ვარ შიგნიდან, გარედანაც როგორც მესამე პირი, ძალიან მეტნაკლებად ობიექტური პირი, ყველანაირი შეფასებების გარეშე, ალბათ იმიტომ როგორც კი შეფასებები იწყება საკუთარი თავის მიმართ, ეგ ობიექტურობას არ გაძლევს. უბრალოდ აი გარედან ადამიანი აკვირდება შენ თავს და ეს გარე დამკვირვებელი ხარ და უბრალოდ აკვირდები შენ თავს. ეხლა ძალიან საინტერესო რაღაც მითხარი, მეც ვისწავლე ეგ, იმიტომ რომ სულ მეუბნებიან ხოლმე, რომ აი ცოტა მკაცრი ხარ შენ თავთან და გარედან უფრო მეტად დააფასო. ხვდები, რომ სხვები რაღაც ზედმეტად ან შეიძლება რეალურად მაფასებენ და მე ეგ აღქმა საკუთარი თავის მიმართ არ მაქვს. და ძალიან საინტერესო რაღაც მითხარი, იმიტომ რომ მეც გამოვიყენებ, რომ დავიწყო გარედან, ანუ მესამე თვალიდან საკუთარი თავის ყურება, რომ რაღაცა კარგად არის და ბევრი რამეა კარგად, იმიტომ რომ მათ თვალში ესე ჩანს და ეხლა დრო ვარო ალბათ ამით გულისხმობ ხარ, რომ მეც დავიწყო ჩემი თავის ყურება გარედან. იცი როგორ არის, ხო ესე ანუ ყველა ადამიანს თავისი აღქმის რუკა აქვს, ესე რომ ვთქვათ, ყველა თავისი პერსპექტივით გიყურებს. და თუნდაც ის, რომ გარედან ადამიანები როგორც ხედავენ, ეგ მათი თვალსაჩინით ხედავენ, მათი აღქმით ხედავენ. და რეალურად შენ თვითონ შენ თავს შიგნიდან და გარედან როცა უყურებ, ეს კიდე საერთოდ სხვანაირი აღქმის წერტილი არის, ანუ კიდე უფრო ბუნებრივი და კიდევ უფრო ავთენტური არის. აი რაც ახსენე, რომ რაღაცების ან კაცრი ვარ საკუთარი თავის მიმართ, ხო, ეს მობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგით ეგ არის პირველი ალბათ, რომ უფრო მეტად შემწყნარებელი იყო, თანამგრძნობი იყო საკუთარი თავის მიმართ. იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა მეგობარი იქნება, ოჯახის წევრი იქნება, პარტნიორი იქნება, პირველი, ვისაც უნდა აპატიოს საკუთარ თავს მიიღო დაშვება გააკეთა, უფლება მიცე, არის საკუთარი თავი. იმიტომ რომ ის, რაც გარეთ არის და გარეთ ხდება პროცესი, ეს არის ყველაფერი შიგნიდან წამოსული. და შეიძლება ის შიგნიდან გარეთ გადმოსული, თუნდაც მეგობრის მიმართ რაღაც პატიებას ეხებოდეს, რაღაცა ურთიერთობას ეხებოდეს, არ იქნება გულწრფელი, როდესაც შენ თვითონ იგივეს არ პატიობ, ან იგივეს არ საკუთარი თავის მიმართ. ამიტომ აი ეგ არის რეალურად საკუთარ თავთან დაბრუნების პროცესი, თვითსრულის პროცესი, რომ შენ თვითონ გაქვს იმისი უნარი და შესაძლებლობა, რომ რაღაცები აპატია და უფრო მობიერი იყო საკუთარი თავის. მე ადრე მაგალითად რაც შეიძლება დავმართ. სხვისთვის მეპატიებინა მაგალითად რაღაცა გაიფუჭებინა ჩემს იმას პირობიდან. საკუთარ თავს გიოს ვერ ვაპატიებდი, სულ მქონდა გასა როგორ დაგემართა, რანაირად, როგორ დავუშვეცდომა. ეხლა დავიწყე ხო რაღაცებს, ახლა დავიწყე რაღაცებს, ვფიქრი რომ შესაძლებელია, რომ შეცდომები დავუშვათ და მიდე რა, ანუ ხსოვდება რაღაცებს უფრო მსუბუქად ვუყურებ. შეიძლება ისეც საკუთარ თავთან ურთიერთობის რაღაცა ერთი განთქმული ნაბიჯები. მე ამას ვუყურებ, რომ საკუთარ თავთან მე მგონი შენც მსგავსი რაღაც ახსენეთ დასაწყისში, რომ ბოლომდე კომფორტულად ვერ იქნება, იმიტომ რომ სულ ვითარდება ალბათ არა, მე ესე ვარ. ადრე მაგაშად უყურებდი ეს რაღაცას, რომ საკუთარ თავთან ურთიერთობა არის pie chart-ით, ანუ პროფესიულ თვალსაზრისით ძალიან კარგად ვარ კომფორტულად ვნიშნავდი ხოლმე. რომ რასაც მინდა, იმას ვაკეთებ, სამსახურში დასვლა მიხარია. სტუდენტებთან ურთიერთობა, სხვა სამსახური რაც მაქვს, ყველაფერი მიხაროდა და დღემდე მიხარია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სიამოვნებას მანიჭებს. რაღაცა ფაქტორები იყო იმ pie chart-ში, რაც არ მომწონდა, მაგალითად, შეიძლება პირადი რაღაცა ურთიერთობები, რაც არ მომწონდა და ვფიქრობდი, რომ აქ ალბათ კომფორტის ზონაში და ჰარმონიაში არ ვარ საკუთარ თავთან. ეხლა ცოტა სხვანაირად ვუყურებ. ალბათ მართლა ჩემი განმოსახედიდან ასაკთან ერთად გამოცდილებას რაღაცა ის დაკვირვება საკუთარ თავზე დაკვირვებას მოგზის, რომ
ერთიანობა მაინც ჩემი აზრით ერთი მთლიანობა, იმიტომ რომ ის შენი სული თუ რაღაც შინაგანი მე რაც არის ერთი არის, ანუ შენ მთლიანი ხარ და არ ხარ ესე დანაწევრებული და შეიძლება რაღაცები დააბალანსო გარე ფაქტორები იყოს, რომ რაღაცაში ცოტა ტკივილი განიცადო, ცოტა რაღაცა, მაგრამ ის ტკივილიც იმ განვითარების ნაწილია და შენი მეს ნაწილია. ეხლა რაღაც ცოტა სხვანაირად უყურებ, ეს ფაიჩერთებით აღარ უყურებ და გონია რომ უფრო მეტად მithumetes ამ ბოლო პერიოდში რაღაცები მოხდა ჩემს ცხოვრებაში და იმდენად შვიდა თუ არ რომ გონია რომ ხო ანუ ცოტა კიდევ უფრო მეტად რაღაცა ერთი საფეხური დავსულა საკუთარ თავის თან ურთიერთობასა განვითარებაში და ეს ამის განცდა კიდევ ძალიან დიდი სიამოვნება მარტო ის კარიერული თვალსაზრისით ერთი ნაბიჯის გადადგმა მაგრამ ამას საკუთარ თავთან რო გაიაზრებ ხო გამიზარდე ძალიან მაგარი განცდა ეს დღეები მჭირს ახლა ანუ დასრულობაში რო შედიხარ ოღონდ ასაკობრივ დასრულებას არ გულისხმობ ანუ მან უკვე ყველაფერი შენ ხელშია და ყველაფერს შენ მართავ და შენ წყვეთ რეალურად შენ ცხოვრება როგორი უნდა იყოს. რეალურად დასრულობაში შესვლა არის რომ შენ ხარ შენ ცხოვრების შემოქმედი. ხო, აი გარე ფაქტორები რაც არ უნდა მოხდეს რომ აღარ გიღვევს ცეშვიდას გაღიმების საშუალებას და ასე შემდეგ. იცი რა მინდა ვფიქრობ მანდა რომ საუბრობდი რომ დილას ჩემ თავს ვუთმობ დროს. მიხედავს რომ ორი შვილი გყავს. მეუღლე ძაღლი. ამდენი ადამიანები. მაინც პავლობს საკუთარ თავისთვის დროს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიღაცები შეიძლება ესე ვფიქრობდნენ რომ დილას 8-ზე ვიწყებ სამსახურს ღამის მე ვყოფილვარ ესეთ რეჟიმში 12 წუთი რჩები. აი სად დავუთმო საკუთარ თავს დრო. აი ეს კითხვა შეიძლება გქონდეთ. შეიძლება რაღაცების ცოტა მეტი საშუალება ჩვენ გვაქვს ახლა რომ ის რეჟიმში არ ვართ. ხომ ხდებს კითხვაც მინდა. ადრე ვიყავ ეგეთ რეჟიმში და მე ადრე დილის 10-დან საღამოს 11-მდე მუშაობდი ხოლმე 13 საათი ნონ-სტოპში. ეხლა შეიძლება ესე ვიყო, მაგრამ ნუ მე მიყვარს ფიქრი და თუნდაც საჭესთან ჩემი მეგობარის უმეკითხება და როდის ასწრებ ამდენ ფიქრს. ხო არ ძალიან ბევრს მუშაობ, მაგრამ აი საჭესთანაც კი ვახერხებდი რომ მეკითხა რაღაცებზე, თუნდაც სულზე, თუნდაც კაისზე არ, მაგრამ პერიოდში მაინც ისე ფიქრობდი ხოლმე. დრამა ქვინსა. აი როგორ შეიძლება რაშევი შეიძლება მივცეთ რომ აი თუნდაც ძალიან რთულ გრაფიკში სადღაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენ და ეს მოახერხა მიფიქრე. ხო, კაი კითხვა. მე დავიწყებ იმით რომ ძალიან ტიპური დეიდა არ ვარ. რაღაცებში ვარ, ჩვენთული რაღაცებში არ ვარ. არც თან მეოჯახე რაც არის რა ეს პატერნი რაც მოგვაქვს ბავშვობიდან ეგეთი არ ვარ. და ეგ ყველაფერი მე დავაპრიორიტეტე და ამისი მიმართულებით სახში სადღაც არ აკეთებ? არ ვაკეთებ. ნუ როგორ არ არის შეიძლება რაღაც გავაკეთო, მაგრამ ესე ყოველდღიურად ანუ დიასახლისი ესეთი ისა ანუ არ ვარ. ხშირად უძახა ჩემ შვილებს საჭმელს. ჩემი თავისთვის სულ მევაკეთებ, იმიტომ რომ ცოტა სპეციფიური კვება მოხდა შესაბამისად მე ვარ ჩემი თავის დიასახლისი, თუმცა ანუ შეიძლება რაღაცა მომენტებში ვიყო ჩართული, შეიძლება რაღაცა მომენტებში არ ვიყო ჩართული და აი ამის უფლებას ვაძლევს საკუთარ თავს. და პრიორიტეტები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი რა არის ჩემთვის პრიორიტეტული. აი მაგალითად აი არ მაქვს დრო, ხო, ძალიან ისე კარგად ახსენე, ხო? მეც არის რომ რაღაცეებისთვის მაქვს დრო, რაღაცეებისთვის არ მაქვს დრო. და ეს რაღაცეებისთვისაც მაქვს დრო, აი თუნდაც საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარ თავის განვითარება, საკუთარ თავთან ყოფნა, საკუთარ თავთან დარჩენა, ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ჩემთვის პრიორიტეტულია და ამიტომ ამაზე ვამბობ კი ის, მაგალითად ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია ვარჯიში. და ვარჯიში ჩემთვის არის მედიტაცია, თუნდაც წონებით, მცირე წონებით ვარჯიში ჩემთვის, ანუ ისეთი მედიტაცია, არ ვიცი, საოცარი მედიტაცია არის ჩემთვის. ამიტომ ეს არის ჩემთვის პრიორიტეტული. ანუ იქ წავიდე თუ იქ დავრჩე, ანუ ამასაც მე ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას რა გავაკეთო. შესაბამისად, ისე ეწყობა ხოლმე რომ შინაგანი მზაობა, სურვილი, როდესაც გაქვს, აი გარემო ფაქტორებიც გიწყობს ხელს. ანუ ეს ჩემი არჩევანია და შესაბამისად ესე ვიქცევ. უნდა დააპრიორიტეტოს ადამიანი, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი.
რა არის მისთვის იმ მომენტში რას ირჩევს. ამიტომ შეიძლება ვიღაცისთვის პრიორიტეტული იყოს, რა ვიცი, გარეთ გართობა, კლუბებში სიარული სიტყვაზე ვიძახი. ჩემთვის ეგ შეიძლება იმ მომენტში არ იყოს პრიორიტეტული და დილას მერჩივნას, რომ უფრო ესე საღგონებაზე ავდგა და უფრო ენერგიული ვიყო და მე წავიდე სავარჯიშოდ რა. ეს ალბათ რა თქმა უნდა ცხოვრების თვითონ ეტაპზეც სხვადასხვანაირად მოდის, ხოლმე ზაფხულში ხშირად ვაცილ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ გავერთო მაგალითად. თუმცა მეორე და მესამე დღე ვიცი, რომ იმ დღეებში რესურსული და პროდუქტიული არ ვარ და ამის უფლებასაც ვაძლევ საკუთარ თავს. ან ყველაფერი რაღაცნაირად ბალანსი არის რა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არასდროს არ ჩავაგდებ მაგალითად ყოველდღე ვარჯიშს. ეს არ არის უბრალოდ აი ყოველდღიურ ჩხევაში, ყოველდღიურ რუტინაში რა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამას ვირჩევ, ესე რომ ვთქვათ რა. Ani, ახალ წლის პერიოდში ვარ. ძალიან მალე იქნება ახალი წელი და ეს 2026. ამის რო ვამბობ ცოტა ვერ ვიასწრე. Ապա 2026-ში. ენერგიების კუთხით, საკუთარ თავთან ურთიერთობის კუთხით, ეს წელი რისი მომწანია? ძალიან აქტიური და ძალიან დინამიური წელი იქნება. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესე ზიხარ და ელოდები, როდის გააქტიურდება ცხოვრების რაღაცები და უნდა იმოქმედო, ძალიან მოქმედების წელი. თვითონ 2026 არის ძალიან დინამიური, ძალიან აქტიური, იმიტომ ცხენი თავისი ბუნებით, თავისი შემოაჩენებს. კი, დაახლოებით შემოაჩენებს და აი მოქმედების წელია რა. ანუ სულ რო არ მოძრაობაში უნდა იყო, რა თქმა უნდა, რაღაცა მომენტებში გჭირდება განჩერება, დაკვირვება, ეს ყველაფერი დაждდეს შენში, მაგრამ ძირითადად აქტიურობის წელია. თან ესეთი პლანეტა ნეპტუნი, რომელიც ოცნებებთან, ცოტა ილუზიებთანაც არის დაკავშირებული, ანუ ფანტაზიის სფეროებთან და ასე შემდეგ. 2026-ში იქნება ვერძის ნიშანში და ეს კიდე უფრო რაღაცნაირად აი დაბალანსება მოგვიწევს, სად არის ზღვარი ჯადოსნობასა და იმ რაღაც ჯადოსნურ მისტიურ ენერგიებსა და მართლა პრაქტიკულად რეალურად მოქმედებას შორის რა. ეს ორი კომბინაცია ერთად ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება და ვისაც ჯერა, ვისაც საკუთარი თავის ჯერა, ვისაც რწმენა აქვს საკუთარი თავის და ვისაც მართლა შინაგანი სურვილი აქვს, რომ რაღაცა შეცვალონ და ის რაღაცა არის სასურველი ცხოვრების შეცვლა, რეალურად ყველა მივდივართ იქ, რომ ვიყოთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან, ვიყოთ ბედნიერების განცდაში და უბრალოდ გვიხაროდეს ცხოვრება, ჩემთვის ეს არის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი. აი ფეხი უნდა აუწყოთ ამ ახალ ტენდენციებს, ცვლილებებს, სიახლეებს და ამ ყველაფერში აი ჩვენს რაღაცნაირად უნდა მივყვეთ აი ამ flows, იმიტომ რომ და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიამოვნებით და შემოქმედებით და ის თავიდან რომ დავიწყეთ, რომ რაღაცა მომენტებში თუ ძალიან უნდა შემოდის, თუ ძალიან დაძალება შემოდის საკუთარი თავისგან, რომ აი შენ ახლა გასაკეთებელი გაქვს, ხო? ეს ყველაფერი ამას ძალიან დიდი ენერგია გააქვს შენგან და იმისთვის რომ შემოვიდეს ენერგია, ეს ყველაფერი თუნდაც ყოველდღიური რაღაც უფრო ხშირად იყოს ყოველდღიურობაში, აი ძალიან ბუნებრიობა, სიმარტივე, ხო, აი ამ სიმარტივიდან გამოვიყვანოთ რაღაცა დღესასწაული და რაც უფრო მეტად ავდივართ აი ამ ენერგიებზე გადავდივართ, მე იმდენად სინქრონულად ვართ სამყაროსთან, რომ თავისით ეს დალოცვა იქნება თუ მხარდაჭერა იქნება, მე უფრო მარტივად მოდის და გისურვებთ, რომ ასეთი მარტივი და თან ძალიან აყოფილი წელი გქონდა. მე მაქვს რამდენიმე რიტუალი სურვილების. ერთი ვისწავლე შენგან. დაბადების დღეს არ ვაკეთებ ხოლმე, aber ჩვენ აკეთებ იმაში, რა ქვია, ფოტოებს ვიზუალურს. მე აპლიკაცია განმოვწამდი და მან დავაკეთებ და ეს პერიოდი თან მას აპლიკაციას და ყოველ დღე ვაკეთებ, აღარ ვაკეთებ ისე რომ ჩავრთო. გამასანა ყოველდღე ამ ჩემს საფირმაციებს ვაკეთებდი, რომ ეს სურვილი ამხდარდა. მეორე ახალ წელს სადღაც მოგისმინა, რომ უნდა დაწარო სურვილი და სადღაც დამალო. მაგრამ ყოველთვის
სურვილებს ახალწელს ლოგნაში ამდენიმეს და მეგობარი გვიწყობს ხოლმე ჩინურ ახალწელს და ესე ყუთში გვაყრევინებს რაღაცა რაოდენობა სურვილებს არამხოლოდ ითვლის ხოლმე წელს რამდენიმე გააკეთა და ყოველგვარად დაწვა მე ეს სურვილი და ასრულებულია და დაწვა შენ თუ გას რამე ესეთი რიტუალი შენი სურვილების ერთი რაც ვიცი მე ვისწავლე შენგან მე ბევრი რიტუალი მაქვს ეს გაბიარა ახალწელს რომელიც შეიძლება გამოადგეთ ჩვენს მაყურებელს ხა ვიზუალური დაფა ძალიან მიყვარს ვიზუალური დაფის გაკეთება შეუძლიათ ტელეფონში გააკეთოთ მე მგონი ის აპლიკაცია შენგან ვისწავლე ტელეფონშიც გაკეთება მე მაქვს ესეთი რიტუალი რომ ვიღებ ლამაზ ქისას შეიძლება იყოს აბრეშუმი საერთოდ ახავერდოვანი და შიგნით წერ ფურცელზე წითელი კალმით უთა ფურცელზე ჩემს სურვილს იქ შევა აფირმაცია დაწერო თარი ღიროდის მინდა სრულდეს ან ზოგადად რას ბუსურებს ზოგადად 2026 წელს საკუთარ თავს ვდებ ამ ქისაში ვდებ დარიჩინის ჯოხს დარიჩინის სიუხვის და სიმდიდრის ენერგიის და სტაბილურობის აი ოჯახში ჰარმონია იყოს ამისი სიმბოლოა დაფნაზე წერე ჩემს ახალდაგვარს და რაღაცა კონკრეტულ შეიძლება სიტყვა დავწერო ვყირი ჩემს ფავორიტ მინერალებს ვაწვეთ ეთერზე სავით შევეკიდე რაღაცა ჩავაგდო ირგვლივ მომტანი სიმბოლო და ვკიდებ ჩემი საძინებლის კარზე და ასევე ვდებ შიგნით ჟღარუნას შეიძლება ეს ზარია იყოს რაღაცა იზანძალაკევით იყოს და ყველა გამოღებაზე კარის ერთგვარი რიტუალი მაქვს რომ აი ამ ყველაფერს ვუღებ კარს აი ამ სიუხვეს სიმდიდრეს ბედნიერებას ჰარმონიას რასურვილიც მიწერია და ერთგვარი ყოველდღიური და დღეში რამდენიმეჯერ შეხსენება არის რომ მე ამ ენერგიაში შემიძლია რომ შევიდე და ძალიან კარგად მუშაობს ძალიან დიდი მადლობა ამის გაზიარებისთვის საშუალოდ გავაკეთე მინერალებზე მე თალკეთე რომელიმე ჩავდე და შაინაჩფარი ხვევით მარკს შაინახული ბოლოსკენ მინდა რაღაც ესეთი ტრადიცია იყოს ჩემს პოდკასტში სტუმარმა დამისვას კითხვა ნებისმიერ თემაზე ალბათ უფრო მაინც თემატურად რაზეც საუბრობდით იმაზე კარგი იქნება მაგრამ თავისუფლება გაქვს კარგი აი უფრო კითხვა ესეთი იქნება უფრო კითხვა პასუხის ამბავში იქნება 2026 წელს აღნიშნე სამი სიტყვა რომელიც გინდა რომ შენთვის 2026 წელი იყოს აი როგორი გინდა რომ იყოს აი შენ რო გამოგხატავდეს საინტერესო მე რო გამოგხატავდეს თრიმილი ოკეი ბევრი მზიანი ამინდები და ამზაში საკუთარი თავი წარმოვიდგინე უკვე ეს როცა ვარ და მინდა ერთი ვიცი რომ ჩემს მიშველს ვალოდებით მე ვარ მასთან და კიდევ ერთ რაღაცას დავიტოვებ ჩემთვის ის მინდა რომ ახდეს ის სამე გავაერთიან ერთად მადლობა ძალიან საინტერესო კითხვა იყო ძალიან საინტერესო იყო ჩვენთან საუბარი ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით იყავი ჩემი პირველი სტუმარი მგონია რომ აბსოლუტს მორიელის ენერგია ხმარის და მაგიტომაც ცოტა ესე ჟღერს მაგრამ მართლა მგონია რომ აი მაგიტო არ მომწოვე ხარ მაგრამ მგონია რომ შენ რომ მოხვედი მართლა წარმატებული იქნება და ენერგიები მომიტანე და ძალიან დიდი მადლობა ამ ენერგიების განზიარებისთვის დაგიმშვიდობებით თუ მოგეწონათ პოდკასტი დაგულაიქეთ გააზიარეთ გაუზიარეთ მეგობრებს და გამოყავით subscribe ღილაკით ნახვამდის